ჩვენთან სტუმრად არიან, თუმცა ჩვენ ყველანი აქ სტუმრად ვართ წუთი სოფელში. სპორტსმენები, გოგონები, ათიმწუთნელი, საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ხვალ თუ ზეგ მიდიან შეჯიბრებაზე, ხო მართალია. ესე იგი, ჩვენ რომ აქ შეჯიბრება გვაქვს ხოლმე. თუმცა ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, იმ შრომასთან, რაც თქვენ გაციეთ, ეხლა რომ იქ მიდიხართ, შეიძლება ზღვაში წეთი იყოს. რასაც აქ შრომობენ, რომ რაღაცა იმეცადინოთ თუ სხვა. ზღვაში წეთი შეიძლება იყოს. თქვენ დიდი შრომა გიწევთ, ესე იგი და მე გისურვებთ, რომ თქვენი შრომა დაფასდეს. თუმცა იქ ყველა შრომა უწევს, ხო მართალია. ამიტომაც თუ თქვენ დამარცხდებით და სხვა გაიმარჯვებს, თქვენ მისი შრომაც უნდა დააფასოთ, ვინც გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მანაც ხო ასე იშრომა, ხო მართალია. თუ დაუშვათ თქვენ გაიმარჯვებთ და ის დამარცხდება, იქაც აჟიოტაჟი მე ვფიქრობ, რომ არ ღირს, იმიტომ რომ მან ხო იშრომა, ვინც დამარცხდა. ხო და ამდენი შრომა გამარჯვების გარეშე რო დასრულდა, ხო ისიც სადღაც შესაბრალისია. ხო და აი ესეც გასათვალისწინებელია, ესე იგი. მე პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ღირსეული გამარჯვებაც კარგია და მარცხიც მისაღები. ღირსეულად რასაც გააკეთე. ისე რომ აი მოწინააღმდეგეც აქ პირობითია, თორე ჩვენ საკუთარი თავი გვეწინააღმდეგება პირველ რიგში, საკუთარი სიზარმაცე გვეწინააღმდეგება. მე თუ 2 საათს ვივარჯიშებ სახლში, 2 საათს ვაჯობებ ჩემს სიზარმაცეს და შენ თუ 4 საათს საჯობებ შენ სიზარმაცეს, არა? შენ უფრო გაიმარჯვებ, იმიტომ რომ შენ ჯერ შენს თავს მოერია, ეგრე არ არის? ჯერ შენ უნდა მოერიო შენს თავს, აჯობო, გადალახო შენი ადამიანური სხვადასხვა მიზნები თუ სისუსტეები თუ დაბრკოლებები, შენს თავზე გაიმარჯვო. და მერე უკვე შეიძლება სხვაზეც გაიმარჯვო. ისე რომ აი მე გისურვებთ, რომ თქვენი შრომა დაფასდეს და ეს არ იქნება მარტო თქვენი გამარჯვება. ეს იქნება თქვენი მწვრთნელის გამარჯვებაც, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. და ეს იქნება იმ ბავშვების გამარჯვება, ვინც თქვენ შემოგყურებთ. თქვენი გამარჯვებით შეიძლება სხვა ბავშვებმა ძალიან დიდი სტიმული მიიღონ. აი ახლა ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ, მათი შემხედარე, აი მე მაგალითად შეხება მაქვს აი ფეხბურთთან და მათი შემხედარე დღეს გორში ძალიან ბევრმა ბავშვმა დაიწყო ფეხბურთზე სიარული, რომლებიც მანამდე არ დადიოდნენ. აი რაღაცა ამ ბიჭების გამომიტი. ალბათ თქვენ სპორტშიც ასე არის, მე უბრალოდ კარგად არა ვარ ჩახედული, მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი ერთის წარმატებით მეორეს იმედი უჩნდება, რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ. თუმცა ჩვენნაირ პატარა ქვეყანას. ხო აი სადღაც შეიძლება წლების წინ ვიღაცას იმედი ქონდა დაკარგული, რომ აი აზრი არ აქვს ახლა ფეხბურთზე სიარულს, იმიტომ რომ არანაირი გასაქანი არ არის და წარმატებაც არ არის და დღეს რომ ბიჭებმა გზა გაკვალეს, უკვე ბევრს გაუჩნდა იმედი. ესე იგი შესაძლებელია. და მე გისურვებთ, რომ თქვენ ბევრი ადამიანისათვის იმედიდან უგეში ყოფილიყავით და ბევრი ადამიანი, ესე იგი, ბევრი ადამიანისთვის გადაგეწყვეტინებინოთ, რომ სპორტული ცხოვრება დაიწყოს. მე შეგვეციოს ყველას. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გავხდეთ.